ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა, კერძოდ შეკრების ან მანიფესტის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემსადენი ან და მომწამლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. კიდევ რა საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალია მისაუბრა. ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემსადენი ან და მომწამლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან იქონიებს ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხებაში მიცემას 1 წლამდე ვადით. ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება 2 წლამდე ვადით. ასევე სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით. ამასთანავე არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი. იურისტები ამბობენ, რომ კანონში ამგვარ ცვლილებას არაფერი კავშირი არ აქვს სამართალთან და არც დემოკრატიასთან. მათივე თქმით, მიზანს მხოლოდ დაშინება და პროტესტის ჩახშობა წარმოადგენს. პირველი სამართალთან მართლა არანაირი კავშირი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თუ არ დაუძახებთ ამას კანონს დემოკრატიასთან განსაკუთრებით, რაც შეეხება მიზანს, ეს რა თქმა უნდა ცხადი არის, მიზანი ერთადერთია, ეს არის მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების შეწყვეტა, რეპრესიების განხორციელება. ვერ შეძლო და არ ესაუბრება უпростоრად ხელისუფლება ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ პროტესტი ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ხელისუფლებისათვის არსებული პროტესტი, აუცილებელია, რომ ხალხს ესაუბროს ხელისუფლება და ნაცვლად ამ საუბრისა ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება პასუხისმგებლობის გამკაცრება, თუნდაც ქუჩაში დგომისათვის უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული, პირბადის ტარების გამო შესაძლოა ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისმგებაში გაუშვან და მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი, ყველას ვერ დაიჭერენ შესაბამისად მაინც მოუწევს, როცა იქნება ქართულ ოცნებას საუბარი ადამიანებთან. მე ვფიქრობ, რომ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება იმ კუთხით, რა კუთხითაც ზოგადად დიქტატორულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ, ისინი უკვე შედიან მომდევნო რეპრესიულ ფაზაში, რაც თავისთავად ლოგიკური იყო ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რადგან პირველმა ეტაპმა კარგად ვერ იმუშავა და საზოგადოება უფრო მეტი შემართებით გამოდიოდა რუსთაველზე და დემონსტრაციულად კეტავდნენ გზასაც და იკეთებდნენ ნიღბებს. თვითონ კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არ მუშაობს, შესაბამისად მეტი პრევენციისთვის უკვე სრულ აგონიაში არიან და იღებენ იმ კანონს, რაც იქნება უკვე მომავალში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიმცემი და ვფიქრობ კიდევ იმას, რომ ეს არის უბრალოდ რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ქმედება და თუ გავიხსენებთ თუნდაც არაბულ სამყაროში რეჟიმებს, დიქტატორებს, ისინი ყოველთვის აი ბოლო წლებში ამკაცრებდნენ კანონებს, იღებდნენ გაუგონა რაღაცა გადაწყვეტილებებს და რეპრესიები სულ უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იღებდა.
კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლის მიხედვით ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსთვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას, თუ ხმას ამოიღებ დაგაპატიმრებ.